პროექტი შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა, როსტომ ჩხეიძის წიგნის მიხედვით განხორციელდა აუდიო სერიალის სახით. თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და ხელშეწყობით. პროექტი ეძღვნება ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას და 1924 წლის ტრაგიკულ სისხლიან მოვლენებს და სახალხო ეროვნული აჯანყების 100 წლის თავს. აუდიო სერიალი მომზადდა შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტის რადიო კინოს ფარგლებში სტუდია კოცის ბაზაზე. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი მეორე. ფერფლად მაინც. ქაქუცა ჩოლოყაშვილს საიდანმე რომ სმენოდა ილიასეს სიტყვები, ლუარსაბი ხომ მე თვითონ ვარო, უსათუოდ ჩართავდა ამ ბარათში და ამ გროტესკულ სახებას უფრო თავმომწონეთ გაუიგივდებოდა. ილია თუ არ უკადრისობდა ლუარსაბთან შედარებას, ვითომ ქაქუცა ვიღა იყო, მით უმეტეს ისედაც რაღაც საერთო ეპოვნა ამ გროტესკულ პერსონაჟთან და ბარემ ეს საერთო კიდევ უფრო გაემკვეთრებინა ილიასთან იდუმალი ხიდის გამდები. მთელი სამყარო აღმოეჩინაო და რაკიღა ფიქრის უფლებად წართმეოდა, გარეგნულად დაკვირვებათა ჩამოთვლას განაგრძობდა. ეს სანატორიუმი ავადმყოფებისთვის კი არ არის. ავადმყოფები არიან ამ საავადმყოფოსათვისო, ამცნობდა სპირიდონს და აღარც საჭმლის ასე მოხსენებას მოერიდებოდა. საძაგელზე საძაგელიაო. ვიდრე ფული ჰქონდა, კი ყიდულობდა ყველაფერს და არც საჭმელს იკლებდა. თავსაც უკეთესად გრძნობდა, მაგრამ ფული რომ შემოელეოდა, ამინდებიც მაშინ აირეოდა და 10 მარტიდან მოკიდებული დღეში 5 ჯერ იცვლებოდა. გუშინ წინ კიდევ მოვიდა თოვლი, ჯერ გაზაფხული არ მინახავს. არადა მაისი განახევრებულა, თავის გამობრუნებას ამინდების მოსალოდნელ გაუმჯობესებას დაუკავშირებდა. მაშინ შევძლებ ადგილიდან დაძვრას და საითკენმე დავიძრებიო. საითკენმე. ცხადია ჯერ გაურკვევლობაშია თუ რა გზას აირჩევს, მაგრამ უმოქმედოდ რომ ვერ დარჩება, ეს კი მტკიცედ სწამს და კიდეც მიილტვის ზღაპრის გმირივით იდუმალებაში. შეგუებულია რომ 2-3 თვეს კიდევ მოუხდება ლოგინში წოლა. აი მერე კი რა წამს მოძრაობა შეიძლებს, დარწმუნებულია რომ რაღაცას მოუხერხებს საკუთარ თავს და ამ მართლა ყაზარმის ანაბარა არ დარჩება. ჰაი, ცოტა დროზე რომ ჩამოსულიყავი, სადმე გინდა პატარა პანსიონში და მთელი ზამთარი გამეტარებინა. დღეს ეს უბედურება არ დამემართებოდა. უფროს ექიმს რაღა დამართვოდა, ზედმეტი გულწრფელობით მოუვიდა თუ რაღაცაზე გაღიზიანებულმა ვეღარ მოზომა. როგორ შეიძლება თქვენისთანა სერიოზული ავადმყოფი ამისთანა სანატორიუმშიო? ეს ღა უნდოდა ისედაც ასერიგად განერვიულებულს. დაზუსტებით არავის დაეზუსტებინა მისთვის, მხოლოდ ვარაუდით ივარაუდებდა, რომ ან გიორგი მაჩაბელი იხდიდა,
მისი შენახვის ხარჯებს, ან აკაკი ხოშტარი, ან გრიგოლ ბერიძე. და სპირიდონს დაავალებდა, გამოერკვია და დამატებითი სახსრებიც ეთხოვა იმ თავგამოდებული კაცისათვის. სანატორიუმი მოითხოვს ასე. ის ხარჯი აღარ აკმარა. ნურც ქაქუცას საერთო ყოფას დაუფარავდა. ვაი დედასა, ავადმყოფობამ ამ დღეში რომ ჩამაგდო, დასცდებოდა გამწარებული გულიდან, თორემ მე სამათხოვრო არა გამიხდებოდა რაო. თავს იმით ინუგეშებდა, თუ გადავრჩი როგორმე, სამშობლოსაც გამოვადგები, მეგობარსაც და საკუთარ თავსაცო. თუ არა, ჯანდაბას ჩემი თავიო. ასეთი აღსასრულის გარდაუვალობასაც შეგუებოდა, ლოგინში თუ არა ხმლით ხელში და თუ სხვანი ამოცნებით მაინც იშოშმინებდნენ ადუღებულ გულს და უფლება აყრილ ქვეყანას შესთხოვდნენ. შენს მიწას მიმაბარეო. ამას ეს სათხოვარიც გამოსცლოდა ხელიდან და ძვალ შესალაკს არამც თუ თავის სამშობლოში გადახვეწილობაშიც აღარ მოინდომებდა. უეჭველად დამწვით. ზოგი ემიგრანტი ასეთ სათხოვარს იმიტომ დაიბარებდა, რათა ამ გზით მალევე შეეღწია საქართველოში და ფერფლად გადაყროდნენ მის მიწას. სახელმწიფოებრიობის აღდგენამდეც ეპოვათ მის ცისქვეშ ადგილი. აი, ქაქუცა კი უეჭველად დაწვას, იმიტომ შესთხოვდა სპირიდონ კედიას, რადგან ჩემს ჩამომავლობაში ჭლექით არავინ მომკვდარა და რადგან მე პირველი ვარ, ყველაფერი უნდა მოისპოს ჩემი ნეშთისა, რომ სხვა ჩოლოყაშვილებზე არ გადავიდეს. და ყველაზე მწარე ამონაკვესი ქვეყნის ტრაგედიას, ამ დიდებული გვარის ტრაგედიაც რომ გადაჯაჭვოდა, ისეც არავინ დარჩა. კი მაგრამ ნეშტი ვის და როგორღა დააზიანებდა, განა ნეშტ შეუძლია სნეულება ვინმეს გადასდოს. თუ არა მას ასე რიგად, რას შეუწუხებია ქაქუცა ჩოლოყაშვილი, უთუოდ მისტიკური შეგრძნება დაუფლებია, იდუმალი ხმა ჩასძახის, პირწმინდად გაქრეს ჭლექისაგან დავრდომილი სხეული, თორემ მისი დაკრძალვა რაღაც ავის მანიშნებელი იქნება ამ ისედაც დარბეულ გვარში, ჭლექის ფესვების გადგმის მომასწავებელი. ისეც არავინ დარჩაო. მტკიცედ გადაეწყვიტა და ალექსანდრე სულხანიშვილსაც ანდერძად დაუბარებდა, ფერფლად მაგციეთო. თუმცა მისთვის მიზეზი აღარ გაუმხელია და შეფიცული ასე ახსნიდა. ეთყობა ასე უფრო ეადვილება სამშობლოში დაბრუნებაო. მისი უკანასკნელი სიტყვები კი ვერც მან გაიგონა, ვერც ვახტანგ ღამბაშიძემ. ღამის 11 საათზე რომ შესულა მის პალატაში და ქაქუცას რაღაც წარმოუთქვამს, ისინი მაშინვე მიცვენილან მასთან და ალექსანდრეს თავით წამოუწევია ხელით მისთვის, ის ერთხელ კიდევ დაიხრიალებდა და ეს აღმოჩნდებოდა მისი უკანასკნელი დამსახურება. ალექსანდრეს მზერაში ვეფხვი გაიელვებდა და თვალწინ აღემართებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის მონუმენტური ლანდი, ანტიკური გმირივით სიკვდილთანაც თამამად შეჭიდებული, იმისი მზერა კი იმ მონუმენტური ლანდის, ვინიცის ლუარსაბ თათქარიძის აჩრდილ შეღიმოდა და თანაც მადლიერებით. შენ გამაძლებინე თუ გამაძლებინე ეს ხანი სანატორიუმში, თორემ
თორემ უფრო გავწამდებოდიო. პარიზის ქართველობა რომ აფორიაქდებოდა და უანგარიშო ტელეფონის რეკვა ატყდებოდა, ყველა ერთსა და იმავეს უმეორებდა ალექსანდრეს. დაგავალა თუ არა რამეო? მართალია დამაბარა, რომ დამწვითო, მაგრამ მე არას გზით არ გავუშვებ, რომ დავწვათ. ესეც დაუსრულებლივ იმეორებდა და თავსაც იმართლებდა ანდერძის შესრულება დაბეჯითებით რომ უარეყო. ეს თხოვნა კი მიწიერ სისუსტედ ჩამოერთმია ქაქუცასათვის, მისი პიროვნული ბუნებისათვის სრულიად უცხო განზრახვად, რადგანაც თვალთაგან არ შორდებოდა ის წუთები, გრიგოლ ბერიძის ძმის კრემაციიდან მობრუნებულ ქაქუცას გული შემძვრელი განცდა, ასე რომ გამოუხატავს საშინელება, რომ ქრისტიანი ადამიანი დაიწვას. ისედაც არ ეჭაშნიკებოდა ეს ჩვეულება და თვალით ნანახმა კიდევ უფრო გაუმძაფრა შინაგანი ათვალწუნება და აი უეცრად, უეჭველად დამწვითო. მაგრამ ვერ გაუწევდა ანგარიშს ალექსანდრე სულხანიშვილი მის იმწამიერ ემოციურ აფეთქებას და სინანულად ვერ გაიხდიდა საქმეს. ეს რამ ჩამადენინაო, ამიტომაც შეუთვლიდა პარიზელ ქართველობას. სასაფლაოს თადარიგი გასწიეთო. პარიზში გადასვენებულ ნეშტს სამ დღეს ბერძნების ეკლესიაში მიუჩენდნენ ადგილს. ხუთკაციანი დამკრძალავი კომიტეტით შეიქმნებოდა აკაკი ჩხენკელის მეთაურობით. შეფიცულთაგან კი მხოლოდ მერაბ ჯორჯაძეს შეიყვანდნენ კომიტეტში. ალექსანდრე დაკრძალვის ადგილის მონახულებას რომ მოიწადინებდა, რაღაც ცუდი წინათგრძნობა არ ჰქონია, თორემ იმ ეპიზოდის გახსენებისას ამ არსებით დეტალს არ გამოტოვებდა. ის მოინდომებდა მხოლოდ ცნობის წადილით, ნეტა სად შეირჩა სამარე, დროებითი საფლავი საქართველოში გადასვენებამდეო, მერაბს წაიყოლიებდა და ილიკო ქარუმიძეს. და სანტოეს სასაფლაოზე რომ მივიდოდნენ, შესწრებოდნენ თუ როგორ იღებდნენ ძვლებს იქიდან, სადაც ქაქუცას სამარეს ამზადებდნენ. აი ეს არისო, თანამგზავრები მიუთითებდნენ და ეს რომ მიკითხავდა, მერე აკლდამას როდისღა გააკეთებენო? მერაბი უცნაურ პასუხს ამოღერღავდა. აი ამ სახით უნდა გაახვიონ კუბო კარავში და ზედ გუდრონი გადაასხან. ასე გადაწყვიტა კომიტეტმაო. ალექსანდრე თუ არ გადაირეოდა არ ეგონა და თანამოსაუბრეს კინაღამ ხელში სწოდა დასახრჯობად. ასე ასაფლავებთ ქაქუცა ჩოლოყაშვილსო, ასე ასაფლავებთ ქაქუცა ჩოლოყაშვილსო და სასაფლაოს დირექციას მიადგებოდა. აუცილებლად აკლდამა უნდა გამზადდესო. ისინი იუარებდნენ, ეგა 2500 ფრანკს დაუსახელებდნენ, ამას კი ჯიბეზე 45 ფრანკზე მეტი არ მოეპოვებოდა. იქიდან მობრუნებული აკაკი ჩხენკელს მიეჭრებოდნენ. ალექსანდრეს საშინელი აღელვება მის თანამგზავრთაც გადასდებოდათ. ეს ხომ წონასწორობა დაკარგული აღარაფერს მოერიდებოდა. ასე ასაფლავებთ ქაქუცას, გუდრონი გინდათ დაასხათ ცხედარს, თითქოს შარაგზას აგებენ. ქართველმა საზოგადოებამ ეროვნულ გმირად აღიარა ქაქუცა. საინტერესოა,
სხვანიც ასე ასაფლავებენ თავიანთ ეროვნულ გმირებს, როგორც თქვენ. და აკაკი ჩხენკელი მხოლოდ ახლა გააცნობიერებდა, რომ ალექსანდრე სულხანიშვილის სახელით საქართველო მიმართავდა დარბეული, სისხლდაწრეტილი, სახელმწიფოება დაკარგული, უფლება ჩამორთმეული საქართველო. ვინც იმედისა და მხნეობის წყაროს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახებაში ჰპოვებდა, მის ამაღლებულ, რაინდულ მისწრაფებაში და მისი ნეშტის თუნდ უნებურ დამცირებას არავის აპატიებდნენ და წახდებოდა ყოფილი მინისტრი და საჩქაროდ აღუთქვამდა, როგორც გინდათ, ისე დავკრძალოთო. აი ბატონო აკაკი, მე დღეს აკლდამა შევუკვეთე. მისამართი თქვენი მივეცი და ფული როგორც გინდათ, ისე გადაიხადეთ. ის თავს უკატუნებს შეწუხებული სახით, დაპირებებს არიშურებს, აიმედებს და მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩენს ალექსანდრე, რომ ეს ლაპარაკი თურმე ლაპარაკად დარჩენილიყო და დამხობილი მთავრობა კაპიკსაც არ გაიმეტებდა. ისევ გრიგოლ ბერიძეს გადაახტევინებდნენ. იმას ნეტარ ამ მთავრობის დავალება უნდოდა, ისედაც თავს არ დაზოგავდა და გულითადი მეგობრის შესაფერისად დაკრძალვისათვის და დასაფლავების მთელი ხარჯები აკი ამიტომაც ეკისრა და ალექსანდრეს გული იმაზე წყდებოდა. ეს ჩვენი მთავრობა, რასაც წარმოადგენდა, ხომ ვიცოდი, მაგრამ ეს როგორღა იქადრეს, რომ აქაც მოინდომეს გამორჩენაო. დაკრძალვის წინა დღეს შალვა ნებიერიძე კლამარში ჩააკითხავდა სპირიდონ კედიას. იქნებ შენ დამიწერო გამოსამშვიდობებელი სიტყვაო და დასზენდა. შეფიცულთა სურვილია სამარესთან სიტყვები წარმოთქვას მხოლოდ აკაკი ჩხენკელმა, შალვა ამირეჯიბმა და გრიგოლ ბერიძემო. მართლა შეფიცულთა სურვილი იყო ეს თუ სპირიდონის მეუღლე სოფიო ჩიჯავაძე გაოცებული გაიელვებდა გულში. ნუ თუ შალვას დავიწყნია თავისი შავი ზრახვები ქაქუცას მიმართო, მაგრამ ამ გაოცებას სხვა გაკვირვება გადაფარავდა. აშკარაა რომ არა, აშკარაა რომ არასურთ სპირიდონმა ცილაპარაკოს. ოღონდ ნეტა ვინ ჩაუკეტა გზა, ესეც გამომშვიდობება საჯაროდო. გულს იმით დაიშოშმინებდა, პირველი გაოცებული ალბათ თვით ქაქუცა იქნებოდაო. ყველა ტიროდა, როდესაც კუბოს ეკლესიიდან გამოასვენებდნენ. თითქმის ვერ იპოვნიდი პროცესის მონაწილეებში ადამიანს, ვისაც თვალების სველი არ ჰქონოდა. ესეც მისი დროებითი განსასვენებელიო. ყველას გამომეტყველება ამას გამოხატავდა. ოღონდ ის კი ვერ გამოეცნოთ, როდის დასრულდებოდა ეს დროებითი და ქაქუცას ნეშტსაც ეღირსებოდა შობლიური მიწა. სასახლეს შეფიცულნი შემოდგომოდნენ. ანაზდად გრიგოლ ცხაკაია ნოე ჟორდანიას მოძებნიდა თვალებით და
მასაც მიიწევდა. მობრძანდით, ბატონო ნოე. თქვენც ასწიეთ ქაქუცას კუბო. არავინ დარჩებოდა უკმაყოფილო ამ შეთავაზებით. არავინ ჩამოართმევდა თვითნებობად. თავისებური სიმბოლიკაც გაიელვებდა ამ აქტში. ნოე ჟორდანიას უნიათობით დამხობილი სახელმწიფო ვერა და ვეღარ აღედგინა ქაქუცა ჩოლოყაშვილს, მაგრამ ბედისწერის ჟინიან თამაშს ხომ ისე მოეტანა, რომ ისტორიის რაღაც მონაკვეთში ორივეს ერთი მიზანი და სწრაფვა გასჩენოდა. მაშინ წუთას ნოეს მოვალეობა ქაქუცას ხსოვნის წინაშე კიდევ სხვა ყოფილა, გარდა ემიგრანტული მთავრობის თავჯდომარის ვალდებულების. ვერ გაებედა თვითონ მიახლოებოდა თუთიის სასახლეს. აგერ გაუადვილებდნენ, იქით სთხოვდნენ მობრძანდითო და გულში სიამე ჩაეღვრებოდა. ქვეყნის გამოხსნას, ჩემ სახელსაც რომ არ უკავშირებდნენ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სასახლეს არ ამაწევინებდნენო. რა დრო იყო? იქით ჰეროიკული დღეებისაკენ ჰქროდა ალექსანდრე სულხანიშვილის ფიქრი, კუბო რომ დასწოლოდა მხარზე, მაგრამ სხვა სიმძიმეს უფრო გრძნობდა. 1000 კაცშიც რომ ჩაკარგულიყო ქაქუცა, უცნობი ადამიანიც კი მაშინვე გამოარჩევდაო. არა, ის მაინც რა იყო? ყველაზე მხდალი ჯარისკაციც მის ხელში საუკეთესო ვაჟკაცად რომ გარდაიქმნებოდაო. მაშინ კი სანატორიუმიდან დეპეშა რომ მოუვიდოდა, გელოდებიო, ხოლო ეს გამგზავრებას ვერ მოახერხებდა. რაკიღა ბინაში ბევრ გადახვეწილს მოეყარა თავი, მუშაობით კი მხოლოდ ალექსანდრე მუშაობდა და ყველა მას შეყურებდა და სერგო მაისურაძეს გაგზავნიდა. დაიმედებული, სერგო ხომ შეჩვეულია ქაქუცას მოვლასო, ფულსაც გაატანდა და დაავალებდა. გვერდიდან არ მოსცილდეო. ის კი მეორე დღესვე დაბრუნდებოდა ნირწამხდარი. რა დაბრუნდი? რა მოხდა? შეაჩერებდა გაოცებული ალექსანდრე, თუმცა მიზეს ისედაც იგრძნობდა და სერგო მხოლოდ დაუდასტურებდა გონებაში გაელვებულს. გაჯავრებული იყო. წარმოიდგინეთ, თქვენმა მარჯვენა ხელმა რომ შემოგითვალოთ საიდანმე, ჩამოსვლა არ მიხერხდება და უხელოდ გაზელ, უჩემობას სერგო ან ვინმე სხვა შეგიმსუბუქებსო. ქაქუცა დანაბარებს არ ენდობოდა და დეპეშასაც მოადევნებდა. გაუყოვნებლივი გამოემგზავრეო. რაღა გაეწყობოდა, მიატოვებდა ყველაფერს, ფულსაც ისესხებდა და 20 საუსაკენ დაადგებოდა გზას. იქ კი დაღვრამილი და ნაწყენი ქაქუცა დახვდებოდა. სერგო კი ძალიან მიყვარს, მაგრამ შენი შემცვლელი არ არის. რა კი შენ გიდეპეშე? თვითონვე უნდა წამოსულიყავიო. ეს თავის მართლებას მოჰყვებოდა. ბინაში 8 ვართ. საჭმელი კი არ გაგვაჩნია. ხოლო სერგო გამოცდილია შენ მოვლაში და უჩემობა არ უნდა ეგრძნობინებინაო. მალევე შერიგდებოდნენ. ქაქუცა გამოუტყდებოდა თუ როგორ დაძაბვოდა ნერვები. აქ ერთ ექიმთან მომივიდა ჩხუბი და კინაღამ რევოლვერი ვესროლე, კიდევ კარგი გაიქცა, თორემ სისხლი დამედებოდაო. კი, მაგრამ რატომო? ეკითხებოდა ალექსანდრე და მასპინძელი თავს იმართლებდა. მატყუებდა და მოგეხსენება თუ რაიმე მძაკს სწორედ
წყვილს ვერ ვიტან. შეურაცხყოფილი დავრჩი და ხელმა თვითონვე მოძებნა რევოლვერიო. სტუმარი 25 დღე დარჩებოდა სანატორიუმში. რაზე აღარ ილაპარაკებდნენ, მაგრამ ქაქუცას განსაკუთრებით მაინც ესაღელვებდა და არა მარტო დაავალებდა, დააფიცებდა კიდეც. უეჭველად უნდა აღასრულო. რას ავალებდა მაინც ამისთანას? რას და შეფიცულთა რაზმის თავგადასავლის აღწერას თავიდან ბოლომდე, ჩასახვა მოძლიერებიდან მოქმედებაზე გადასვლამდე, აგვისტოს ჰეროიკული გაბროლება რომ აგვირგვინებდა და ქაქუცას გულში ეიმედებოდა რომ უცხოობაში გადმოხვეწა შეფიცულთა საომარი ბიოგრაფიის მხოლოდ ერთ მონაკვეთს ამთავრებდა. საბრძოლო და სადავი დარაბო ჯერაც წინ ეგულებოდა და თუნდაც თვითონ გამოკლებოდა თავის მეომრებს ქვეყნის გამოხსნისათვის მაინც შეფიცულთ, მის გამოზრდილთ უნდა ემეთაურად. ესე გამოვიდა, რომ ალექსანდრეს ისტორიისათვის კი არ ავალებდა ანგარიშის ჩაბარებას და ქართლის ცხოვრების ქრონიკებისათვის ახალი მატიანის მიმატებას, არამედ პოლიტიკური პამფლეტის შექმნა უფრო აუცილებლად მიაჩნდა თავისებური პროგრამისა მომავალი ბრძოლებისათვის. ხომ თავიდანვე იცი სულ ყველაფერი, შენ თვალწინ გაიარა ყველაფერმა. ნუ დავკარგავთ ჩვენ შრომას. ხომ ხედავ მე ამ დღეში ჩავარდი, შენს მეტი ამას არავინ გააკეთებს. დამწერი შესაძლოა სხვაც გამოძებნილიყო, მაგრამ ალექსანდრე სულხანიშვილის დარი ვერა და ეტყობა, ამიტომაც მოითხოვდა მის სტუმრობა სანატორიუმში. დეპეშითა თუ ბარათით ამხელა დავალების გამჟღავნებას რა ნადლი და ძალა ექნებოდა, ასე პირისპირ კი სხვაგვარად აუნთებდა გულს თანამებრძოლს და თუ კი მსგავსი არაფერი ეფიქრა, მოანდომებდა და თუ გუნებაში იმასაც უღვიოდა შეფიცულთა თავგადასავლის შემონახვის სურვილი, ამას რაღა სჯობდა და პარემ ნუღარ გადაიდებოდა. ყოველ შემთხვევაში უკვე ამ თვალით გაეზომა გამოვლილი გზა და მასალებიც ეგროვებინა. სხვათა ამბობებისათვისაც მოეყარა თავი და მეხსიერებაშიც აღედგინა უამრავი ისეთი რამ, რასაც გახუნება თუ გაქრობა ემუქრებოდა. ხომ ხედავ მე ამ დღეში ჩავარდიო, ის მობოდიშებისა შენს მეტი ვერავინო. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე.